survive. Ladies and gentlemen, the following contest is scheduled for 10 rounds in the WBF Cruiserweight division. This is your WBF International Championship bout. The supervisor for this bout is the president of WBF, Mr. Howard Goldberg. And now, ladies and gentlemen, introducing first, fighting out of the blue corner, boxer from India, Arshdeep Buff! They stack the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. 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 And his opponent out of the red corner, fighter from Israel, Ian Zak! 4 a.m. concrete bites my palms raw. No spotlight glare, just echoes in the wall. While you chase trends, I stack the weight. Each rep a vow, each drop a fate. Fingertips cracked on iron bars, counting breaths like falling stars. No handouts bagged, no paths retraced. Every scar a medal earned in grace. You think respect is bought with noise? Our real names are carved through silent walls. One person luck, 99 grit, zero shortcuts. All the hours. Ladies and gentlemen, please rise for the national anthems. Indoetis Erovnuli Hymni. Israelis Erovnuli Hymni.
გმადლობთ. Please listen my comments. If I say stop, you stop. If I say break, you break. Shake hands and good luck. მაშასე მეგობრებო, საერთაშორისო ბრძოლა დაპირისპირება WBF, WBF International კამრისათვის 10 რაუნდიან ორთაბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ. მოკრივე ისრაელიდან იან ზაკი კრუიზერვეით წონით დივიზიონში ეცდება ვაკანტური კამრის მოპოვებას ინდოელი მოკრივის არშტიპ ბაბ სინქის წინააღმდეგ. საინტერესოა მართლაც უმაღლესი დონის მოკრივეების ხილვა ქართულ პროფესიონალური კრივის შოუზე. იან ზაკი ძალიან კარგი მოკრივე და ისრაელის ამომავალი ვარსკვლავია, ძალიან გამოცდილია ინდოელი მოკრივეც და სასიამოვნოა რომ ქართულ შოუზე ჩვენ ვხედავთ აი ამ დონის მოკრივეებს ბრძოლას WBF International კამარზე. ეს არის ნაჩვენებელი იმისა, რომ პროფესიონალური კრივის ქართული შოუები არის უკვე მსოფლიო მასშტაბის, მსოფლიო დონის, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეები ცდილობენ მოხვდნენ ჩვენ შოუებზე, მიიღონ მონაწილეობა, იასპარეზონ, წარმოაჩინონ ქართველი გულშემატკივრის წინაშე საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ისიამოვნებს ქართული კრივის კომაგი აი ამ საერთაშორისო ბრძოლით. იან ზაკს რაც შეეხება არის ძალიან კარგი მოკრივე, ცივსისხლიანი მებრძოლია, მოქმედებს რინგზე ტექნიკურად, ძლიერად და ნამდვილად ცივსისხლიანად. ჩვენ ქართული კრივის კომაგს ჰქონდა საშუალება ჩვენ შოუებზე მისი ასპარეზობები უკვე გვეხილა. ახალგაზრდა და კრუიზერვეით დივიზიონში ერთ-ერთ ძალიან პერსპექტიულ მსოფლიო დონის მოკრივედ იზრდება და ყალიბდება. ახალგაზრდა მოკრივე ისრაელიდან, ქალაქ აშდოდიდან ჩვენს დღევანდელ შოუს უყურებენ ძალიან ბევრი აშდოდელები ისრაელიდან, მათ შორის ქართველი ებრაელებიც და რა თქმა უნდა მოკითხვა თითოეულ მათგანს და ვნახოთ უშუალოდ რინგზე რას შემოგთავაზებს იან ზაკი ინდოელი მეტოქის წინააღმდეგ. რაც შეეხება ინდოელ მებრძოლს, მის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი გამოცდილებით ეს მოკრივე. უნდა ითქვას, რომ ინდოეთში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული კრივი და სინქის და იყო მოკრივე, ოლიმპიადაზეც კი აქვს ნაასპარეზები და სწორედ მისი გავლენით დაუწყია მოკრივეობა ჩვენს დღევანდელ მებრძოლსაც. შესაბამისად უკვე საინტერესოა დის გავლენით დაწყებული კრივით როგორ იბრძოლებს WBF International კამრისათვის ეს მოკრივე. To the top, had the guts, got the glory. What's the distance now? I'm not gonna stop. Just a man and his will to survive.
10 რაუნდია საბრძოლველი. როგორც ვიცით, შესაბამისად ნელ-ნელა უნდა მოუმატონ მოკრივეებმა, თუმცა უკვე საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა მიდის. საკმაოდ მრავლად არიან განსაკუთრებით იან ზაკის გულშემატკივრებაში უცხოელები და სასიამოვნოა ესეც, რომ უცხოელებიც კი ინტერესდებიან, მოდიან, ესწრებიან ჩვენ შოუებს. თვითონ ჩამოყვა გულშემატკივრები იან ზაკსაც, საქართველოშიც მოიძებნენ უცხოელი მისი გულშემატკივრები და საკმაოდ მრავლად არიან დარბაზში. რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ტყველებს იმაზე თუ რა დონის შოუები იმართება საქართველოში და როგორი პრესტიჟულია ქართულ საკრებულო შოუზე მოხვედრა. კიდევ ერთი საინტერესო რაუნდი იყო. იან ზაკი ცდილობს იაქტიუროს, იმუშაოს. მეტოქე ცდილობს, რომ უპირატესობა არ მოაპოვებინოს, თან ისე რომ ძალები გადაანაწილოს. რაც აბსოლუტურად აი ამ ხელა ბრძოლებისთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. მინდა ვთქვა, რომ 11-2-ზეა ინდოელი მოკრივის რეიტინგი, ის გახლავთ 27 წლის და პირველი ბრძოლა მისიც აი ასეთი 10 რაუნდიანი, მას ჩატარებული აქვს 8 რაუნდიანი, 6 რაუნდიანი ბრძოლები, არაერთი. რაც შეეხება იან ზაკს, მისთვისაც 10 რაუნდიანი ბრძოლა არის პირველი და შესაბამისად გამოცდილებას ფაქტიურად ახლა იღებენ აი ასეთი ხანგრძლივი ბრძოლებისას. აბსოლუტურად სხვანაირი მომზადება ჭირდება ხანგრძლივ ბრძოლებს პროფესიონალურ კრივში, სხვანაირი აქტიურობა ჭირდება და შემდეგ უკვე რინგზე ძალების სულ სხვაგვარი გადანაწილება. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ აქტიურობას ცდილობს იან ზაკი და არტყავს, შემდეგ უკვე ინაცვლებს ადგილს და ცდილობს, რომ მეტოქის დარტყმები, როცა ინდოელი მეტოქე მას პასუხობს, მიიღოს დაცვით პოზიციაში. აი ახლაც აბსოლუტურად მშვენივრად დგას დაცვაში იან ზაკი და შემდეგ უკვე უძლიერეს მარჯვენას ორჯერ ზედიზედ უშვებს მეტოქის მიმართულებით. იან ზაკის რეკორდი არის 6-0-ზე, ეს არის მეშვიდე ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე, 26 წლის გახლავთ იან ზაკი. მისი მენეჯერი და მწვრთნელი გახლავთ არტურ ზლატოპოლსკი. ძალიან კარგი პიროვნება, კარგი მწვრთნელი და ისრაელში იან ზაკი წარმოადგენს ტაისონ მირელის კრივის კლუბს. საკმაოდ წარმატებული და ლიდერი კრივის კლუბია. მათი კრივის კლუბი, როგორც პროფესიონალურ კრივის რინგზე, კრივში, ასევე სამოყვარულო კრივში ყავთ არაერთი ძალზე წარმატებული მოკრივე. რაც შეეხება უშუალოდ იან ზაკს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ვარსკვლავია ისრაელში და სულ მალე ისეთი პერსპექტივა აქვს, რომ სოფლიო დონის ვარსკვლავადაც შეუძლია, რომ ჩამოყალიბდეს.
აი ხედავთ რომ არანაირი ზედმეტი რისკი, არანაირი ემოციები, ტერმინატორი ტყუილად არაწერია შორტზე იან ზაკს, ტერმინატორივით მიდის და ანადგურებს ყველაფერს, უემოციო თითქოს რკინისკაცია. აი ახლაც ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა თავის მეტოქეს და რაუნდმა შეაჩერა აი ეს იერიში. The fight, rising up to the challenge of our rival, and the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. მინდა შევახსენო გულშემატკივარს რომ ჩვენ წინ გველის კიდევ არაერთი ორთაბრძოლა პირველ რიგში ეს იქნება ქართველ მოკრივეთა მონაწილეობით მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები დიმიტრი გულბანი, ნიკა ნოზაძე, დავით კაზიევი, სეიმურ ნასიბოვი, ბეჟან სონღულაშვილი და თორნიკე ციკლაური, შემდეგ კი ღის მთავარი ორთაბრძოლები ლეონა ფიროსმანაშვილი უზბეკი უგილშოთ დავლათოვას წინააღმდეგ, გიორგი გიგნიაშვილი ხანბალა გურბანოვს დაუპირისპირდება აზერბაიჯანიდან, ხოლო დღის უმთავრესი და ფაქტიურად ამ სეზონის მთავარი მოვლენა დაუმარცხებელი გივითო დუა WBF მსოფლიო ჩემპიონის გამრისათვის ფილიპინელი ელმოტრაიას წინააღმდეგ. მოკლედ უნდა ითქვას რომ ძალიან ბევრი უცხოელი ყავს სტუმრად ამ შოუზე. პირდაპირ მენი პაკიაოს სამშობლოდან ყავს ფილიპინელი მეტოქე, ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანიდან იასპარეზებს ხანბალა გურბანოვი, უზბეკეთიდან, აზიიდან გვესტუმრა უგილშოთ დავლათოვა და აგერ რინგზე ვხედავთ მოკრივეს ინდოეთიდან და მოკრივეს ისრაელიდან იან ზაკს. რინგის მსაჯი გახლავთ პოლონეთიდან, აი ამ შეხვედრაში საერთაშორისო დონის კრივის მსაჯია და მინდა ვთქვა რომ ჩვენს ორთაბრძოლებს პირადად ესწრება მსოფლიოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა აი ამ ორთაბრძოლებისთვის. კიდევ ერთი რაც შემიძლია აღნიშნო არის ის მაღალი დონე და ის დიდი პატივისცემა რაც აქვს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს მთელ მსოფლიოში უკვე ევროპაში და აი ამ დიდი და ფართო კონტაქტების შედეგია ის რომ უცხოელი მეტოქეები ასევე უცხოელი ჩინოსნები, უცხოელი მოკრივეებიც ხშირად სტუმრობენ საქართველოს და აფასებენ ქართული კრივის შოუებს. იგივე სტილში გრძელდება ორთაბრძოლა, პირველ ნომრად მუშაობს იან ზაკი, მიდის და ასრულებს მანქანასავით თავის საქმეს და ცდილობს ტერმინატორით გაანადგუროს თავის მეტოქე. ინდოელი კი ცდილობს კონტრშეტევაზე უპასუხოს, კარგად დაიცვას თავი და საჭირო მომენტში მიაყენოს დარტყმა. No fear in my blood, champion. Whoa, whoa. One shot, one moment. I own this crown. Breathe in, breathe out. Last doubt dies now. Breathe in, breathe.
champion. Oh, oh, one shot, one moment. I own this crown. Oh, you ready? Let's go. Oh, oh, no fear in my blood. Champion. ინდოელი გააქტიურდა, თუმცა იენზაკი უპასუხოდ არტოვებს ინდოელის არც ერთ აქტიურობას. კლავ შეტევაზეა ძალიან ძლიერი დარტყმები მიაყოლა, გააქტიურა თავის გულშემატკივრები დარბაზში და ინდოელმა არჩია შეესვენებინა მუხლი დადო და ეს ნოკდაუნია. არა მხოლოდ ნოკდაუნი, ეს ნოკაუტია. იენზაკმა შეძლო გამარჯვება. ფაქტიურად აი ასე მოანგრია ამ რაუნდების განმავლობაში. თავისი მეტოქე ინდოელს ამოეწურა რესურსები და დანებდა აი ამ ბრძოლაში. სასიხარულოა რომ იენზაკის კარიერაში პირველი ტიტული ჩაიწერება როგორც თბილისში მოპოვებული. მინდა მიულოცო მას, მის გუნდს და უსურო წარმატებები. One person luck, 989 grit, zero shortcuts, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, hey, it's burning, yeah. Hey. My name's not given, it's burned in yet. Hey. You back down, I doubled the load, slept on the floor, wore dreams the road. Out knocked once, I left it cold, woke up the fire that won't grow old. No trophy gleam, just rusted chain, forged in the rain again. You wanted blaze, I wanted spine, the kind that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause, mine's just a bone through broken laws. 1% luck, 99 grit, zero shortcuts, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, hey, it's burning, yeah. Hey. My name's not given, hey, it's burned in, yeah. Hey. They ask why I never chased the fame, because legacy isn't shouted, it's built in the dark. ჩვენ ხედავთ რამდენი გულშემატკივარი ყავს თბილისში იენზაკს, უცხოელები და ეს არის თლიანად საქართველოს პრესტიჟია. თლიანად საქართველოს რეკლამაც არის, როცა მთელი მსოფლიოდან აი ამდენი ხალხი, ისრაელიდან ამდენი ხალხი უყურებს ამ შოუს. At 1 minute and 10 seconds in the round 5, the referee has called a stop to this contest, declaring the winner by TKO and new WBF Cruiserweight International Champion, Ienzak! The champion is being awarded with a champion's belt by the president of WBF, Mr. Howard Goldberg. Distance, now I'm back on my feet. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive.
It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. They stack the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. They stack the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive.